დავიწყოთ გაგრით, სადაც ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 7 გრადუსს მიაღწევს, სოხუმში წვიმს და აქაც 7 გრადუსი დაფიქსირდება, რაც შეეხება ზუგდიდს, აქ 7 გრადუსი იქნება და აქაც წვიმიან ამინდს ვარაუდობენ. რაც შეეხება მესტიას 0 გრადუსი იქნება მოსალოდნელი და თოვლი, რაც შეეხება ფოთს 8 გრადუსამდე დათვება ტემპერატურა და იწვიმებს, ბათუმშიც ასევე წვიმაა მოსალოდნელი და ტემპერატურა 8 გრადუსამდე დათვება. ზურგეთში 6 გრადუსი იქნება და წვიმიან დღეს ელოდებიან, სინოპტიკოსები წვიმიან დღეს ვარაუდობენ, ქუთაისშიც და 6 გრადუსამდე გათვება ჰაერი, ამბროლაურში კი თოვლი მოვა და 4 გრადუსი იქნება, ახალციხეში 3 გრადუსი და მოღრუბლული ამინდი იქნება. კი ბატონო, რაც შეეხება ბურჯომს, აქაც თოვლია მოსალოდნელი და -1 გრადუსამდე დავა ტემპერატურა, ბაკურიანში -4 გრადუსია მოსალოდნელი. რაც შეეხება გორს, ტემპერატურა 4 გრადუსამდე მიაღწევს და ცხინვალში ასევე თოვლი და 2 გრადუსია მოსალოდნელი. სტეფანწმინდაში 0 გრადუსი იქნება და მოღრუბლული დღე, რაც შეეხება გუდაურს, აქ -5 გრადუსს ვარაუდობენ სინოპტიკოსები და მოღრუბლული იქნება, თელავში 8 გრადუსი იქნება და უმეტესად ზიანი იქნება დღე, რუსთავში 11 გრადუსამდე გათვება ჰაერის ტემპერატურა და რაც შეეხება დედაქალაქ თბილისში საკმაოდ მზიანი დღე ჩანს. და 8 გრადუსი არის მოსალოდნელი. ასია. საკმაოდ ნორმალური, არც ისეთ ცივი დღე გველოდება, მინდა ვთქვა და მშვენიერი ამინდია, მე მგონი სრულად საქართველოში მართალი